სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი სიხარულია, რომ ჩვენ ყველანი ერთად ეკლესიაც, ხალხიც ასეთი შემართებით, ერთსულოვნებით აღნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ეს ნიშნავს, რომ ვაცნობიერებთ ჩვენ თუ რა საშიშროება ემუქრება ოჯახს და რამდენად მოსაფრთხილებელი და გადასარჩენია იგი. ჩვენ გითხარით ქაშვეთის ტაძართან, რომ მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ ბოროტი ძალების მიერ, სხვადასხვა მავნე ტექნოლოგიების მეშვეობით, თეორიების მეშვეობით და ფათაშორის მინდა გითხრათ, რომ ეს ძალები ებრძვიან არა მარტო ეკლესიას და ეკლესიურ ოჯახებს, არამედ ზოგადად ტრადიციულ ოჯახს და მინდა ასევე ვთქვა, რომ სახელმწიფოს ცნებასაც ებრძვიან ისინი. სახელმწიფოს სუვერენიტეტის ცნებასაც ებრძვიან. იმიტომ რომ როგორც გითხარით, რომ მცირე ეკლესია ეს არის, ანუ ოჯახი, დიდი ეკლესიის ნაწილი, ასევე კაცობრიობის უდიდესი მოაზროვნეები, ისეთები როგორიც იყვნენ არისტოტელე და სხვები, წერენ, რომ ოჯახი არის სახელმწიფოს ფუძეც, რომ სახელმწიფო შედგება ოჯახებისგან. არისტოტელე პირდაპირ წერს ამას. ამიტომ საერო ტრადიციაც მსგავს რამეს ამბობს. ამიტომ ჩვენ გმართებს განსაკუთრებით წინ აღვუდგეთ აი ამ ტექნოლოგიებს და ამ თეორიებს. და თუ რაიმე უკვე შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად ვეცადოთ შევაკავოთ და აღმოვფხრათ ისინი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო და ქმედითი ნაბიჯები გადადგა. და გაბედული ნაბიჯები. მე ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან. დღეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ბრძანდებიან. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ. და ეს ფაქტი ჩვენ გვაფიქრებინებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მსგავსი ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება. ამიტომ დღეს მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ მეტად მტკივნეულ თემაზე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა და აბორტების საგანგაშო რაოდენობა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 10 წლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიდან შემცირდა 3 მილიონ 700-მდე. და აი ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, გარდა სხვადასხვა გარემოებისა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში რიცხვი ასეთია, საშუალოდ გამოყვანილი ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების არის 22,000 დაახლოებით. ამას ჩვენ თუ მიუმატებთ ეგრეთ წოდებულ ქიმიურ აბორტებს, ანუ აბებით გაკეთებულ აბორტებს, მინიმუმ ორმაგდება რიცხვი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს 3 მაგი და 4 მაგიც არის. ანუ წარმოიდგინეთ თქვენ თუ წელიწადში დაახლოებით 40-დან 50,000-მდე აბორტი ასეთი კეთდება, რაც რიცხვს ღებულობ ჩვენ 10 წლის და 100 წლის შემდეგ. ამ მონაცემებით ჩვენი კლება წელიწადში ყოველ წელს მიმდინარეობს 50,000 დაახლოებით. წელიწადში 50-55,000 ადამიანით კლებულობს ჩვენი ქვეყანა რიცხობრივად. აი ამაზე ყველაფერზე გვაქვს ჩვენ დასაფიქრებელი.
აბორტი არის უმძიმესი ცოდვა. ეს არის ადამიანის კვლელობა დედის მუცელში და აი ესეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი ქვეყანა არღებულობს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვით განადგურების რეჟიმში იმყოფება. და მას კარგი არაფერი არ უწერია. ჩვენ ამითი ღმერთს ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე. და ჩდება ეს კითხვები. ვართ კი ბრძოლის უნარიანი და არის თუ არა ჩვენში ეს ბრძოლის უნარიანობა, სიცოცხლის სურვილი. ეს აუცილებლად გამოიღებს თავის და უკვე მოაქვს თავისი უარყოფითი შედეგები. აი როგორც არსებობს ფიზიკის კანონები, რომელთა დარღვევაც აუცილებლად იწვევს დიდ დაზიანებას და სიკვდილსაც, ასევე სულიერი კანონებიც არსებობს. და მათი დარღვევა იწვევს სულიერ დაზიანებას და სულიერ განადგურებას და სულიერ სიკვდილს. ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას. აი ამაზე ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. და რა არის გამოსავალი ამისი? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს როგორც დიდი ცოდვა. და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ემბრიონი, ჩასახული ეს არის ადამიანი. და რომ ადამიანის მოკლა ეს არ შეიძლება. და საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია. გამორიცხულია. ამ ხრივ ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს ბევრ მოწინავე ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ასეთი მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მეტად თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი. და ბევრ ქვეყანაში არის მეტნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაციები. ასე რომ ჩვენ ალბათ დადგა დრო იმისა, რომ ვიფიქროთ ამაზე. ვიფიქროთ აი ამ ცნობიერების ამაღლებაზე. ამისთვის არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო, იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში. აი მაგალითად არის კარგი პრაქტიკა, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები მაღალ კლასებში, გოგონებთან, წელიწადში ერთხელ და უტარებენ ასეთ საუბრებს. თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს, ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, ყოველ მხრივ, აღარ ვამბობ დემოგრაფიაზე და რა თქმა უნდა, ამაზეცაა საუბარი საჭირო, სულიერად რა ზიანი მოაქვს ამ ყველაფერს. ეს ძალიან ეფექტური ყოფილა ეს პრაქტიკა. და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს. ეს აუცილებელია. ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამები, რომელზეც შეიძლება ჩვენ ერთობლივად სახელმწიფოსთან ერთად, ეკლესიაც მზად არის ჩართული იყოს ამაში და დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ამ დიდი გამოწვევის დაძლევაში. იმედია, რომ ღვთის წყალობით ჩვენ ამას შევძლებთ და შევძლებთ ჩვენი ოჯახების გადარჩენას და ოჯახური ფასეულობების შენარჩუნებას და გაძლიერებას. როგორც ამბობს მისი უწმიდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი. თუ ოჯახი იქნება ძლიერი, ქვეყანას და სახელმწიფოს იქნება გამართული და ძლიერი. აი შეგვეციოს უფალი ჩვენ ამაში, აი ასეთი აზრები წარმოიშვა დღეს ამ დიდებულ დღესთან დაკავშირებით და ძალიან ვხარობ ჩვენ რომ გვაქვს ამ მიმართულებით ერთსულოვნება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღვთისმშობლის მადლით და მეოხებით უფალმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა და გააძლიეროს ჩვენი ოჯახები. ამინ.